ძველი საიდუმლო. ოჩახ ჩემო საამაყო ძმისშვილო. ოჩახ. ძმაო, შეგიძლია ბიძიასთვის თამაშის ბილეთი იყიდო. ბილეთ ამჟამად კურბანოს. როგორ მოვიდეს და ყველა ბილეთს ბიძიასთვის ვიყიდე. ახე ბიძიას როგორ ანებიურებს. მოდი აქ. რა ხდება? როგორც ჩანს, ყველა კარგ ხასიათზეა. ჩეთინი გუნდში აიყვანეს. დღეს კოლუმბიდან დაურეკეს. მართლა? გილოცავ. მოუთმელად ველი შენს თამაშს. მადლობ ბიცალა. ქუდრეთი სად არის? ახალი ამბავი არ უთხრათ? დაუძახე ზუჰა, ახლავე მოვიდეს. ქუდრეთი ჯერ არ მოსულა ბიძია. არ მოსულა? უნივერსიტეტიდან არ მოიყვანა? ბიძია, როცა ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, რომ გუნდში ამიყვანეს, მოსავალსად მოვიდნენ, კაფეში ვისხედით. ქუდრეთთან არ წავსულა. კარგი არის დარდოშვილო. დღეს შენი დღეა. რა თქმა უნდა, ქუდრეთისთვის დროს ვერ გამონახავდი. აპატია ბიძია, ეს როგორ დამემართა, ძალიან მწუხარ. რაც არ უნდა მოხდარიყო, ქუდრეთი უნივერსიტეტიდან უნდა წავამეყვანა. ძმაო, ქუდრეთი ბავშვი აღარ არის. მალე მოვა. აი, ქუდრეთიც მოვიდა. იცი რომელი საათია შვილო? ეს ბატონ ჩეთინს კითხე მამა. უნივერსიტეტის წინ ხედვიქეცე. თუ არ მოდიოდი დაგერეკა და გეთქვა მაინც. ქუდრეთ? რა ქუდრეთ? ჩეთინი არ მოვიდა და მე ვარ დამნაშავე. ყოველთვის ჩემზე რატომ ბრაზობ? შვილო, მამა შენი არ ბრაზობს. კარგი რა დედა, ვითომ არ ვიცი. გინდა რომ მე და მამამ ვიჩხუბოთ არა? ეს საიდან მოიტანე ქუდრეთ, ჩემო ლომა? ხო, მე ლომი ვარ. შენ კი გამოჩნდა რა კაციც ხარ. უსინდისოდი გწევი. თურგუთ, გთხოვ. არ ჩაერიო ზუჰალ. სანამ დაამცირებ კითხე რატომ არ მოვიდა? ჩეთინი დროს შენსავით სულელურად არ ატარებს. ბევრ შრომობს და დაუფასდა კიდეც. გუნდში აიყვანეს. და შენ რას აკეთებ? აქეთ იქით დასეირნობ. მამა შენის ფულს ფლანგავ. თურგუთ, ბიჭს ნუ არ ცხვენ. ზუჰალ. და შენს ჩეთინს გავდე. მაგრამ არა, იცი რომ უზრუნველი მომავალი გექნება და ხელის განძრევა არ გინდა. როგორ თქვა რომ ვაჟკაცი მეზრდება? ქუდრეთ. თავი დაანებე. უფალო, შეისმინე ჩემი ლოცვა. მარტო არ დამტოვა გზაზე, რომელსაც ჭეშმარიტებისკენ მივყავარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს შენ გაფარებდი. ბავშვების მონატრებას შენი წყალობით ვუძლებდი. ახლა როცა ჩემ შვილებს შევხვდი, გთხოვ, ნუ მეჩვენებ მათ ტანჯვას. ნუ წამართმევ სიცოცხლეს, სანამ მათ არ დავუმტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ. კიდევ ერთ რამეს გთხოვ, უფალო, ვინც ქმარს და შვილებს დამაშორა, 7 წელს ნუ აღირსებ. მე მჯერა რომ შენი სამართლიანობით და წყალობით დამეხმარები. ამ განსაცდელში მარტო არ დამტოვებ. უფალო გაანათა ჩემი გზა და მიეცი ჩემ გულს იმედი, რათა ვიპოვო ის კაცი, რომელსაც ჰალილი ჰქვია. თუ მოისურვებ, ჩემი პრობლემის წამალი გახდები.
ჩემს ქალიშვილს. ძულარ. ჩემი დანახვაც არ უნდა. რასიმის მკვლელი ვგონი ვარ. Baba. Uyumadın mı? Mama ჯერ არ გძინავს? Uyku tutmadı o. ვერ დავიძინე შვილო. Nasıl აბა, geçti? მითხარი როგორ ჩაიარა? İpek kızıma bir ayıbı mı იმედია almamıştın? იფექს არ ვაწყენინე. Ne ayıbın olacak babacığım? არა мама, რას ამბობ? İpek de senin იფექს ძალიან გაუხარდა რომ მოხვედი. Sağ ol. მადლობ რომ მარტო არ Beni დამტოვე. yalnız bırakmadın. Nasıl ოფისი beğendin mi? მოგეწონა? რა თქმა უნდა მომეწონა შვილო. Allah işinizi ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. Sağ ol. მადლობ мама. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობ დაო. ბაზრამდე რამდენ ლირად მიმიყვანთ? 30 ლირად. კარგი, გმადლობ. ჩეთინის შენსავით სულელურად არ იქცევა. ვერ შრომობს და გუნდში წაიყვანეს. შენ კიდევ რას აკეთებ? Ya sen ne yapıyorsun? Ama şeniz pulls tuangav. Yiyip boş boş geziyorsun dışarıda. Keşke o laf მე ettiğin დავჩეთის kedinin გავდე. tırnağı olabilsin. მაგრამ არა. Ama იცი რომ nerede? უზრუნველი მომავალი გექნება და ხელის განძრევა არ გინდა. Babası görecek. ინფორმაცია ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ წიგნში წაიგითხოთ. კუდრეთ, სად მიდიხარ? დაო. ვინ არის ეს გოგო? იცნობ? არა, არ ვიცნობ. ვინ უნდა იყოს? მე ვიცნობ დაიკო დემეც. შვილო. საიდან იცნობ? ბიძია შეყვარებულია. ყოველ საღამოს ტელეფონით ესაუბრება ხოლმე. მისი სახელიც აქედან ვიცი. ესმა. შენ როგორ ვერ გაიგე, როცა ელაპარაკებოდა? წინავს ხოლმე. არაფერი იცოდა. მართალია, მე არაფერი ვიცოდი. საბედნიეროდ შენ გაიგე და გითხარი. გაიგონებს ესმა. შვილო, შენც გაჩუმდი.
თუ ნახავთ ამ ნომერზე დამიკავშირდით. კალბატონო ჩინარ. დილამშვიდობისა, ბატონო ჰალილ. თუ გცალიათ თქვენთან დალაპარაკება მინდა. მადლობა. შეერი ხართ? არა, გმადლობ. უკვე ვისაუბრე. შვილო, ორი სიმითი მოგვიტანე. კარგი ძმაო. საუზმობას ისედაც ვაპირებდი. შეგიძლიათ დამეწვიოთ. გემრიელად მიირთვით. ხოთ. გმადლობ, ღმერთმა დაგლოცოთ. გემრიელად მიირთვით. მითხარით, რომ რაღაცაზე გინდოდათ საუბარი. რა ხდება? ჰალილის შესახებ რამე ხომ არ გაიგეთ? რა მოხდა პირად? ჩინარანო კალბატონ ჩინარს ბაზარში გავყევი. ახლა ჰალილს ესაუბრება. რა გავაკეთო, რას მიბრძანებთ? არაფერი არ გააკეთო. შორიდან უთვალთვალე. მოგვიანებით დაგირეკავ. თვალი არ მოაშორო, გესმის? გასაგებია ბატონო, არ ინერვიულოთ. ჩინარი ისევ ბაზრობაზე მივიდა და ჰალილს ელაპარაკება. ეს სიტუაცია უმართავი ხდება თურქოთ. რაც შეიძლება მალე უნდა გავაჩუმოთ ჰალილი. ვიცი. არ ინერვიულო. დღეს დაველაპარაკები და ეს საკითხი დაიხურება. ჰალილი ვერ გაბედავს ჩინარს სიმართლე უთხრას. თუნდაც ძალიან მოინდომოს. Size iyi haberler vermek isterdim ama მინდა კარგი ამბით გაგახაროთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჰალილს არ ეხება. სიმართლე გითხრათ, მინდოდა გუშინდელი საუბარი გაგვეგრძელებინა. დავინტერესდით, თქვენს ქალიშვილს რატომ ეკამათეთ? ციხეში რომ ვიყავი, ჩემს შვილებს უთხრეს, რომ მოვკვდი. სტამბოლში რომ ჩამოვედი, იძულებული გავხდი მათ სხვა ადამიანად გავცნობოდი. ჩემი ქალიშვილი სეჰერი ყველაზე უფროსია. კიდევ ერთი ქალიშვილი მყავს, ესმა. ვაჟებიც მყავს. უფროსწორად ვაჟი. ჩეთინი. ესმამ და ჩეთინმა არ იციან ვინ ვარ, მაგრამ სეჰერმა გამიხსენა. მერე ვიკამათეთ. რა არ ვუთხარი, მაგრამ ვერ დავაჯერე, რომ მკვლელი არ ვარ. ჩემს შვილებს დღემდე მათი მამის მკვლელი ვგონი ვარ. ამიტომაც ვეძებ ჰალილს. ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლია. თუ ვერ ვიპოვი, შვილებს სამუდამოდ დავკარგა. ისინი არასდროს დაიჯერებენ, რომ უდანაშაულო ვარ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ, არა? ჰალილი და ჩინარი სამუდამოდ გაქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან. რადგან თქვი ასეც იქნება, ზუჰალ. შენ რამე მოიფიქრე და ჩინარის სოფელში გააგზავნე. რა მოვიფიქრო, თურქუთ? ქალმა მთელი ბაზრობა გადაატრიალა. აქედან არ წავა, სანამ ჰალილს არ იპოვის. არ ვიცი, ზუჰალ, გამოსავალი იპოვე. არ გეგონოს, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება შემიძლია. ნეტავროდის უნდა მოაგვარო პრობლემა დამოუკიდებლად. იმ ღამეს შენ გვერდით რომ არ ყოფილიყავი, ჩინარის მაგივრად შენ დაგიჭერდნენ. ჩემი მადლობელი უნდა იყო.
ასეთია ჩემი ისტორია. ღმერთმა არავის გამოაცდებინოს. დამიჯერეთ, ძალიან რთულია. წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ჩემი პრობლემები თავს მოგახვიეთ. რას ბრძანებთ? საბოდიშო არაფერია. გისმენ ზუხალ. ზურფასო. სეჰერმა მიამბო გუშინ რაც მოხდა. ძალიან გაგვიმართლა რომ იმ დროს იქ იყავი ჩინარ. სეჰერი და დურო ერჯუმენტისგან იხსენი. სეჰერმა კიდევ რა გითხრა? გუშინ ძალიან გამიბრაზდა. ჩინარ ზურფასო. სეჰერს დრო სჭირდება. წლებია შენზე გაბრაზებულია, თანაც მკვდარი ეგონე. ამ ყველაფრის გაცნობიერება მარტივი ხომ არ არის. გარკვევით არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი რომ ნანობს რომ გიყვირა. უბრალოდ სიამაყეს ვერ ივიწყებს, გონი შენგან ნაბიჯს ელოდება. ამას მართლა ამბობ? როგორ ფიქრობ, იმედი არსებობს? რა თქმა უნდა ზურფასო. ახლა ტაქსი გამოიძახე და ჩვენთან მოდი. იმედია სახლს მოაგნებ. დარწმუნებული ხარ რომ არაფერი მოხდება? რა თქმა უნდა, გელოდები. იცოდი არ დაიგვიანო. კარგი მოვდივარ. ახლა უნდა წავიდე. ბოდიშს გიხდით რომ ჩემი ამბით დაგამძიმეთ. ჩაისთვის და სიმითისთვის გმადლობ. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. იხარია რომ გული გადამშალეთ. ეტავ თქვენი დახმარება შემეძლოს. ჩემი ტკივილი გაიზიარეთ და ესეც საკმარისია. არ ვიცი, შეიძლება არც თქვენ გჯერათ ჩემი, მაგრამ გული არ დამწყვიტეთ და ბოლომდე მომისმინეთ. ღმერთი მოწყალია. ჩემს უდანაშაულობას მალე დავამტკიცებ. უნდა წავიდე. ალბათონო ჩინარ. ემჯერა თქვენი. იმედია ერთ დღეს ჩემი შვილებიც დამიჯერებენ. აბატია საყვარელო. დიდხანს გალოდინე? არა უშავს. კეთილი იყო შენი მოსვლა. რა იყიდე? ჩემი პირველი ამოსით ოჯახის წევრებს საჩუქრები უყიდე. ხუდრეთსაც კი უყიდე რაღაც. ძალიან ბედნიერი ვარ. მე არაფერი მიყიდე? რა თქმა უნდა გიყიდე საყვარელო. გამომართვე. არ მოგეწონა? არა, მომეწონა. ვერცხლია? ჰო, ვერცხლია. კარგია. რა თქმა უნდა ესეც გიყიდე. ღმერთო ჩემო. ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი. დიდი მადლობა. დემეთ. მადლობა ღმერთს ფულის პრობლემა აღარ გვექნება. ამიტომ ჩვენი ქორწილი უნდა დავაჩქაროთ. დემეთ რაღაც მინდა გითხრა. მზად ხარ დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარა. შეიძლება. შეიძლება. არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან აღელვებული ვარ. დიახ, მზად ვარ დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. ჩემო ლამაზო, ვირდები რომ ჩემ გვერდით ბედნიერი იქნები. ცხოვრება შენ მოგიწყნე. მოდი ჩვენებს სასიხარულო ამბავი ვამცნოთ. ჩეთინ, გაჩერდი გთხოვ. ასე მალე ნუ ვეტყვით. ჯერ იმუშავე, სახლი იყიდე.
და მერე ვუთხრათ ჩვენს ოჯახებს. არ შეიძლება ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩეს. კარგი, ასე იყოს. Yok abi ben çıldıracağım ya. არა ძმაო, გავგიჟდები. ნამდვილად გავგიჟდები. რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი აღიზიანებს. რომ სუნთქავ, ესეც კი აწუხებს. თავი ვერაფრით მოაწონე. სულ ცდილობს საჩხუბრად მიზეზი იპოვოს. არ მიგვირს მაო, მამა ჩემი ზუსტად ასე იქცევა. ერთნაირები არიან. ფიქრობენ, რომ პრობლემას ასე მოაგვარებენ. მაგალითად, რასაც მამა ჩემი ამბობს, ყველაფერს ერთ ყურში შეუშვებ და მეორედან გამოუშვებ ხოლმე. Yok onunla alakası yok. მამა ჩემი არაფერ შუაშია. ყველაფერი იმ გველი ჩეთინის ბრალია. მამა ჩემს გამუდმებით აგრძნობინებს, რომ ჩემზე ჭკვიანია. ნეტავ შემეძლოს მისი საქციელი გამოაშკარავა. კარგი, ამაზე ლაპარაკს მოვჭეთ. მოდი დავლიოთ და ყველაფერი დავივიწყოთ. არ ინერვიულო. Garson! იმტანო. თურგუთ, რაკენი, მოაგვარე? დამაცადე ზუჰალ, სახლში მოსვლისთანავე დაკითხვას ნუ მომიწყობ. ჯერის მაინც მკითხე როგორ ვარ. თურგუთ, ძვირფასო. არ გაბრასდე. იმიტომ გკითხე, რომ ვნერვიულობ. არ მინდა პრობლემა შეგვექმნას. ღმერთმა ნუქნას, მაგრამ ჰალილმა ხმარო მოიღოს დავიღუპებით. ვიცი ზუჰალ. მეც ნერვიულობ. მამისა თავი გამისკდეს. იმედია ჰალილი ენას კბილს დააჭერს. იფექს ელაპარაკე? დაურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. გონი სასამართლოზე იყო. კიდევ დაურეკე, ძვირფასო. ამაღამეს საქმე უნდა დავასრულოთ. და საკარგი დრო აღარ გვაქვს. ჰალილის მუქარას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. Tamam. კარგი. Arıyorum. დაურეკავ. გმადლობთ. რატომ წუხდებოდით? გემრიელად მიირთვით. ომერ. ახალ სტაჟიერს ზედმეტ ყურადღებას ხომ არ უთმობ? ჩაი შენ კი არ უნდა მიუტანო, თავად უნდა მოგართვას. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ასე თუ გაგრძელდება, ზემოდან დაგვიწყებს ყურებას. ვერ ვიჯერებ, რომ ამას ამბობ იფეკ. ეს ნიშნავს, ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ეს მას ვერ დაამცირებ. მხოლოდ იმიტომ, რომ სტაჟიორია. დასამცირებლად არ მithქვამს. ბოლოს და ბოლოს გამოუცდელი გოგოა. უბრალოდ მინდოდა გამოფრთხილებინე. არ მინდა შენი საქციელი არასწორად გაიგოს. გისმენსიძე. იფეკ, შენს დას დაავიწყდა ეთქვა. ამ საღამოს შენ და ომერს ვახშამზე გელოდებით. სამზად ისე უკვე დავიწყეთ, ამიტომ უარს არ მივიღებთ. ჩემი დის ოჯახი ვახშამზე გველოდება. ხომ წამოხვალ? წამოვალ. კარგი, მოვალთ. ადრე მოდით, შენთან სალაპარაკო გვაქვს. კარგი სიძე. საღამოს გნახავ. მითხრა ადრე მოდით, შენთან სალაპარაკო მაქვსო. კარგი, წავიდეთ, მაგრამ ჯერ ეს მასთან მაქვს საქმე. ბაჰარის დედამთილს უნდა დაველაპარაკოთ. იქიდან პირდაპირ შენი დის სახლში წავალთ. შენ შეგვიძლია აქედან წახვიდე. კარგი, როგორც გინდა. დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებს? რა თქმა უნდა იმუშავებს. კარგად ვიცი, რომ ჰალილ სინდისზე მეტად თავისი შვილი ადარდებს. მის შეჩერებას მხოლოდ ომერის საშუალებით შევძლებთ. რჩევნია ამის გაკეთება არ მოგვიწიოს. მაგრამ სხვა გზა თუ არ გვექნება. მართალია ძვირფასო. უნდა შევაშინოთ. წახვედი და იმ კაცს მშვიდად ელაპარაკე და რა გააკეთა. საიდუმლოს შენახვაზე უარი გითხრა. დაავიწყდა, რომ 20 წლის წინ შვილი გადავურჩინეთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მისი შვილი მოვიშოროთ.
დანარჩენზე თავად ბატონმა ჰალილმა იფიქროს. Seher შვილა. აქ რას აკეთებ? იმ ყველაფრის შემდეგ მოსვლას როგორ ბედავ? ხომ გითხარი შენი დანახვა აღარ მინდა მეთქი. ახლავე წადი აქედან. ჩინარი აქ რას აკეთებს? სეჰერი ისევ სკანდალს მოაწყობს. ჩინარს ვუთხარი სეჰერი შეგირიგდება მეთქი. ამიტომ მოვიდა თურგუთ. რა ვქნა? რომ თხოვე ჰალილს მოაშორეო, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. კარგი. წავალ, სეჰერს დავამშვიდებ. ზუჰალ, ერთ პრობლემას მეორეს ამატებ. სხვა ვერაფერი მოიფიქრე? რატომ მოხვედი? მიპასუხე, რატომ? გეგონა ბოდიშს მოიხდიდი და ყველაფერს გაპატიებდი? შეიგნე, ჩემთვის მამა ჩემთან ერთად დედა ჩემიც მოკვდა. სეჰერ, გთხოვ დამიჯერე. მამა შენი არ მომიკლავს. სეჰერ. ძირფასო, გთხოვ დამშვიდდი. ის ხომ დედა შენია. უფლება არ გაქვს ასე მოექცე. ამ კვლელს როგორ იცავ ბიცოლა? ამ ქალმა შენი მაზლი მოკლა. ეს საერთოდ არ გადარდებს? თუ დარწმუნებული ხარ, რომ მამა ჩემი არ მოუკლავს, მაშინ მითხარი, ვინ არის ნამდვილი მკვლელი. რა თქმა უნდა ვერ მეტყვი. იმიტომ რომ მკვლელი ეს ქალია. მინდა შენი მესმოდეს, მაგრამ მაინც ვერ ხვდები მის გამო ბიძიას როგორ ატყუებ. საკმარისია. დრო ამ სისულელეს ბოლო მოეღოს. Benim suçum. ჩემი ბრალია. Bu olanların sorumlusu. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. მე გავანადგურე ჩინარის და მისი ოჯახის ცხოვრება. Ne olursa olsun რაც არ უნდა gerçekleşsin. მოხდეს სიმართლეს ვიტყვი. Bedelini და canımla ციცოცხლის ödeyecek ფასად olsam დამიჯდეს. az sabredeceğim. მოითმინე ჩინარ. Yakında her şeyi მალე ყველაფერს öğreneceksin. გაიგებ. Ama önce მაგრამ ailemle ჯერ tanışmak. ჩემს ოჯახს უნდა დავემშვიდობა. Ne oldu Fırat? რა მოხდა ფირად? ჰალელი ჩინარს თქვენ სახლამდე გამოყვა. ახლა კი უკან ბრუნდება ბატონო. Halil'in ჰალელს peşinden არ მოშორდა. takibe devam et. მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე. თუ ჩინარს შეხვდება შემატყობინე. Ne var kızım? რა ხდება შვილო? Ne oluyor? მითხარე. ბიძია. ვიცი რომ შენ სამაქს ვერასდროს გადავიხდი. ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის ბევრი რამ გააკეთე. დღემდე ცდილობდი უმამობა არ გვეკრძნა. მაგრამ ახლა მამა ჩემის მკვლელს ჩვენთან მოახლოების უფლებას აძლევ. მამა ჩემი თქვენ გამოსაფლავში ვერ ისვენებს. Ne yapayım kızım? გაუქნა ჩემო გოგო. ჩინარს უარი ვერ ვუთხარი. მინდოდა წლების შემდეგ ერთხელ მაინც ენახა თავისი შვილები. მაგრამ მან შენი ძმა მოკლა. Belki de o yapmamış. იქნებ მას არ მოუკლავს. შენც? შენც ბიცოლას მსგავსად გჯერა რომ ის ქალი უდანაშაულოა? Benim inanıp რა inanmamam მნიშვნელობა აქვს ჯერა თუ არა? kızım. იმუსინდისო კაცმა ტაიფუნმა ბაჰარს ხაფანგი დაუგო. ბატონი ქადირი არ ცდილობს სიმართლე გაარკვიოს. იმედი მაქვს ქალბატონი ფატმა უფრო წინ და ხედულად მოიქცევა. იმედია. ბაჰარისთვის და ქადირისთვის ჩვენი სიტყვა არაფერს არ მოადგენს, მაგრამ ქალბატონი ფატმა მათზე უფროსია. მხოლოდ მას შეუძლია ამ ოჯახის გადარჩენა. თქვენ მიხართ. გამარჯობა ქალბატონო ფატმა.
მე ომერი იმაზე ვარ. თქვენი რძლის ქალბატონი ბაჰარის ადვოკატი. ეს ქალბატონი ჩემი კოლეგაა, ესმა ფოირაზე. თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სალაპარაკოდ არ მცალია. დეიდა, მხოლოდ 5 წუთი დაგვითმეთ. კარგი, მობრძანდით. სასამართლოს თარიღი გამოცხადდა? როდის მოვიშორებთ იმ უმანკო კრავს? მისმინეთ? ჩემს რძალს ნუუწოდებთ. ის ჩემი ოჯახის შავი ლაქაა. სარჩელის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ გვჯერა რომ ქალბატონი ბაჰარი უდანაშაულოა. თქვენი რძალი იმ კაცის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ჩვენ გვინდა წყვილი შევარიგოთ და ოჯახი დანგრევას გადავარჩინოთ. თუ რა თქმა უნდა თქვენს დაგვეხმარებით. მოვკვდები და იმ ქალს ჩემს სახლში აღარასდროს შემოვუშვებ. მან ჩემ შვილს უღალატა. როგორ ვაფრთხილებდი ჩემს ქადირს? ნუ მოიყვან ცოლად მაგ გოგოს. ჩვენს ოჯახს არ შეეფერება. აი შეს ქალიშვილი მოიყვანე ჩვენი სოფლიდან მეთქი. მაგრამ არ დამიჯერა. ახლა კი აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი. საბედნიეროდ ჩემმა შვილმა ბაჰარის ნამდვილი სახე დაინახა. ბაჰარის წინააღმდეგი იმიტომ ხართ რომ თქვენმა შვილმა თქვენთვის სასურველი სარძლო არ მოიყვანა ცოლად, არა? თქვენ როგორი დედა ხართ? თქვენი შვილის ბედნიერება თქვენ მიერ არჩეულ რძალზე უფრო მნიშვნელოვანია? ჩვენ ტაიფუნს დაველაპარაკეთ. იმ კაცს თვალებზე ეტყობა რომ ბაჰარს მახე დაუგო. რატომ არ გესმით? ესმა, დამშვიდდი. ასე ვერაფერს მივახცევთ. არ ვიცნობ იმ ტაიფუნს. არ ვიცი ვინ არის და არც მაინტერესებს. როგორც ჩანს ის კაცი, ჩემი ქადირის შემდეგ ბაჰარის სამიზნე გახდა. ჩემი რძალი სხვასაც გააუბედურებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები. ჩემგან დახმარებას ნუ ელოდებით. როგორც ჩანს აზრს ვერ შეგაცვლებინებთ. პატიეთ, წავიდეთ ესმა. მიბრძანდით, საქმეები მაქვს. ტაიფუნი მართალი იყო. ეს ხალხი თავს არ დაგვანება. თუხალ ძალიან შემეშინდა. მამა ჩემი გაბრაზდა. თქვენ კი მისგან დაგვიცავით. ისე მოიქეცით, როგორც სუპერგმირები იქცევიან ფილმებში. საიდუმლო ძალა გაქვთ? არა, ჩემო ძვირფასო. ჩემი ერთადერთი ძალა შენი სიყვარულია. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველანაირ ბოროტებას შევებრძოლები. შენი შვილები სად არიან? მათთან რატომ არ მიდიხარ დეიდაიშე? არ მოგენატრნენ? როგორ არ მომენატრნენ? ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. მათი სიყვარულით ვცოცხლობ. მათთან ყოფნა რომ შემეძლოს. ახლავე გავიქცეოდი. გულში ჩავიკრავდი. მათი სურნელი ახლაც მახსოვს. ადამიანებს სუნი არ აქვთ. როგორ გახსოვს? ბავშვს ესეთი სუნი აქვს. რომ როცა მას ეხვევი, ტკბილ სურნელს შეიგრძნობ. მის სუნთქვას შენს კანზე გრძნობ. შვილო, წამოდი. ხელები დავიბანოთ და ვისადილოთ. შეგიძლია ჩემი სურნელი შეიგრძნო, სანამ შენ შვილებს შეხვდები.
წამოდი შვილო. თურმე ქალს თავიდანვე არ სურდა მათი დაქორწინება. ვინიცის რამდენი წელი არ ძალს უპირისპირდება. განა დედა შვილის გახარებას არ უნდა ცდილობდეს? ვერ ხვდები ასე როგორ იქცევა. თუმცა როგორ ვერ ხვდები. დედა ჩემი უარესად მოიქცა. რა თქვი? იმ ქალს დედას ვერ ვუწოდებ. გამშვიდი ქალბატონო ესმა. რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთეთ. ხალხს აზრს ძალით ვერ შევაცვლევინებთ. იქნება ასე უკეთესიც იყოს. არა, ახლა არ უნდა დავნებდეთ. თორემ გამოვა, რომ უდანაშაულო ქალის ცილის წამებაზე ისევე როგორც ყველა, ჩვენს თვალს დავხუჭავთ. რაც შეიძლება მალე უნდა გავარკვიოთ რა ხდება. მგონი ის ქალი რაღაცას გვიმალავს. სკეპტიკოსი ხარ. უკვე შეთქმულების თეორიების შეთხზა დაიწყე. მოხუცი ქალი რას უნდა მალავდეს? ხელჩასაჭიდი მაინც ვერაფერი ვიპოვეთ. ახლა კი წავიდეთ. წამოდი. იმ ქალის გულწრფელობის არ მჯერა. რაღაცას გვიმალავს. მოდი უკან გავყვეთ. გავიგებთ რას მალავს. ჯანან ეს რა არის? მე გითხარი ეს სუფრა გადააფარე მეთქი. ქალბატონო ზუჰალ, თეთრი სუფრა მითხარით. კარგი. გაჩუმდი. ხმა არ მოიღო. წლები გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ისწავლე სტუმრებს როგორ უნდა გაუმასპინძლდე. ეს გინდოდათ ქალბატონო ზუჰალ? ხომ ხედავ? როცა გინდა ხვდები რაზე გელაპარაკები. მისმინე, არ მინდა რამე გამომრჩეს. ახალი ჭურჭელი გამოიყენე. სუფრაზე ძველი ჭურჭელი არ დავინახო. გასაგებია? დიახ, ქალბატონო. ჯანანი კარგი ადამიანია. თუმცა ცოტა გულმავიწყია. თუ არ შევახსენებ, ყველაფერი ავიწყდება და საქმეს კარგად ვერ უძღვება. ეს სახლი საკმაოდ დიდია. ალბათ ვერ ასწრებს. მართალია. სხვა დროს არ საყვედურობ, მაგრამ ამ საღამოს სტუმრებს ველოდები. ასე ემოციურად ამიტომ ვარ განწყობილი. არ ვიცოდი. ჯანას არაფერი უთქვამს. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. არა, რას ამბობ ჩინარ. საქმის ჯანანი მიხედავს. დაისვენე. თუ გინდა შენს ოთახში განმარტოვდი, ვახშამს იქ მოვატანინებ. არა. საჭირო არა. ისედაც ამდენი საზრუნავი გაქვს. საერთოდ არ მშია. ჩინარ, ბევრი საქმე რომ არ მქონდეს. შენთვის დროს ყოველთვის გამოვნახავ, ხომ იცი? გმადლობ, ზუჰალ. ხელს აღარ შეგიშლით. ჩინარ. ხომ არ გამინაწყენდი? სტუმარს რომ არ ველოდებოდე, მარტო არ დაგტოვებდი. ხომ გესმის ჩემი? არა, რა თქმა უნდა. ეს რამ გაფიქრებინა? კარგი. წადი და დაისვენე. ძალიან დაიღალე. სეჰერი. დამიჯერებს? როგორ ფიქრობ, ჩემს უდანაშაულობაში დავარწმუნებ? როგორ გგონია? ჩინარ. ყველაფერი კარგად იქნება. ჯერა რომ დაგიჯერებს. ამაზე არ იფიქრო. ღმერთი შეგეწევა. მოთმინება იქონია. მართმაგნას. მოითმინე, ჩინარ. მოითმინე, ცოტა დარჩა. ამ სახლიდან მალე მოგისვრი.
ამდენს რატომ ფიქრობ, ჰალილ? როგორც იქნა ჩვენი შვილის გადარჩენის შანსი მოგვეცა. დასაფიქრებელი რა გაქვს? რას ამბობ საფიე? ჰალილ, ადამიანი გარდაიცვალა. ვერაფრით დავეხმარებით. ახლა სიმართლის თქმას რა აზრი აქვს? ამ ხელად ცოდვა როგორ დავიდო საფიე. უდანაშაულო ქალი ციხეში გამოკეტეს. ასე ხომ არ გავწირავთ არა? კარგი, დავსხდეთ და ომერის სიკვდილს დაველოდოთ. ეს გინდა? ამას ნუ ამბობ საფიე. ისედაც გული მიკვდება. შენი აზრით მე არ განვიცდი, ჰალილ. გგონია ადვილია მომაკვდავი შვილის ყურება. ყოველდღიურად ვხედავ, რომ თანდათან ხელიდან გვეცლება. ამას როგორ უნდა გავუძლო? საკუთარი ვაჟის სიკვდილს ვერ შევეგუები. მასთან განშორება არ მინდა, ჰალილ. ჰალილ, ძალიან გთხოვ, გემუდარები, დათანხმდი. ჩვენი უბედური შვილი გადავარჩინოთ. ამას ვერ ვიზამ საფიე. არ შემიძლია. დავინახე თურგუთმა საკუთარი ძმა როგორ მოკლა. ის საწყალი ქალი უდანაშაულოა. პოლიციაში წავალ და ყველაფერს ვიტყვი. თურგუთმა ჩადენილზე პასუხი უნდა აგოს. თურგუთი კი არა პასუხს ომერი აგებს თუ პოლიციაში წახვალ. მალე ბავშვი მოგიკვდება. ვერაფრით დავეხმარებით. იცოდე, თუ ბავშვი გარდაიცვლება, ამას არასდროს გაპატიებ. კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. იმ ქალსა და ომერს შორის არჩევანი უნდა გააკეთო. აირჩიების გადაარჩენ. ნება შენია. შეცდომა დაუშვით საფიე. ჩვენი შვილის გადასარჩენად უდანაშაულო ადამიანი გავწირეთ და ცხოვრება გავუუბედურეთ. მის შვილებზე არც კი გვიფიქრია. ეს წუთი სოფელი დატოვე და გამიფრინდი. პასუხისმგებლობა კი მე დამაწვა. ამ ტვირთის ზიდვა აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია საფიე. ომერმა მითხრა სუსტი და უსამართლო არასდროს ყოფილხარო. ამ სიტყვებმა შემარცხვინა და გული მომიკლა. ჩემს შვილს სულ სხვანაირი ვგონი ვარ. სიმართლე როგორ უნდა ვუთხრა? აღარ შემიძლია საფიე, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებ. წავალ და ქალბატონ ჩინარს ყველაფერს ვეტყვი. ვეცდები რომ შეცდომა გამოასწორო. შიშის დრო აღარ არის. საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა ვაგო. მაპატიე საფიე. სხვა გზა არ მაქვს. ქალბატონო ესმა დაგიჯერეთ, მაგრამ ნანობა. ქალბატონ ფატმას არ უნდა ავდევნებოდით. ჩვენი საქციელი არ მომწონს. რა უნდა გვექნა? სხვა გზა არ დაგვიტოვა. ფაქტია რომ გვატყუებს. სიმართლის გასაგებად თუ საჭიროა უნდა ავედევნოთ კიდეც. ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. იქნება მაინც გავიგოთ რამე. გამბედავი ხართ. მაგრამ შეგახსენებთ, ეს თამაში არ არის. რა თქმა უნდა მესმის და სერიოზულადაც აღვიქვამ. ძალიან ნერვიულობთ. ცოტა მოდუნდით. საქმე სასაცილოდ არ გვაქვს. გისმენთ? რა ხდება, ისე მუშაობთ? აქ უნდა გადავუხვიოთ. მან რა ხდება? ესმამ რა თქვა? არაფერი. რატომ დამირეკე? საქმე გქონდა? მინდოდა შემეხსენებინა რომ საღამოს ვიკრიბებით. ხომ გახსოვს? ვახშამზე არ დავიგვიანოთ, თორემ ჩემი და ბიძა გაგვინაწყენდებიან. არ დავაგვიანებთ, ნუ იდარდებით. ცოტანელა იარეთ. ასე თუ გავაგრძელებთ, ქალბატონი ფატმა შეგვამჩნევს.
babanın aslında... დრო აგაიგო მამა შენი სინამდვილეში როგორია ომერ. Alo. Alo? Gitmen mama. Bu akşam işin var mı? Sağamos ktsaliya shvilo. Gelebilecek misin eve? ხომ მშვიდობაა მამა? რამე მოხდა? Seninle konuşmam lazım. უნდა დაგელაპარაკო. Önemli bir mesele. ნიშნულოვანი საქმე მაქვს. მართო. სავოხშმოდ დამპატიჟეს. მაგრამ სანამ დაიძინებ დავბრუნდები. თუ გადაუდებელი საქმე გაქვს, აღარ წავალ. Yok, tamam. არა, კარგი, რადგან უკვე შეუთანხმდი, Gitmeme. აღარ გადადო. Tamam. კარგი, აღარ მოგაცდენ. საღამოს ვისაუბროთ. Akşam geldiğinde აბა შენ იცი შვილო. Hadi. Selam. დროებით. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa